ნინო, ვისაუბროთ ქალანის მეთოდზე, რით განსხვავდება სხვა მეთოდებისგან და რას ნიშნავს პირდაპირი მეთოდი? ოკეი, კარგი. ქალანის მეთოდზე ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, ახლა ისტორიებს არ მოყვები. ალბათ უფრო ამაზე ჯობია ვისაუბროთ პირდაპირი მეთოდი, რას ნიშნავს, ხო? იმიტომ რომ ჩვენთან რომ მოდიან ადამიანები, ვინც თავიდან იწყებს მათ ნაკლებად, მაგრამ ვისაც რაიმე შეხება ჰქონია ზოგადად, არა მხოლოდ ინგლისურთან, არამედ ნებისმიერი ენის ტრადიციულ სწავლებასთან, ყველას რაღაც ვერ იგებენ რა ხდება, ხო? და შეჩვევა სჭირდებათ ამ მეთოდიკაზე, იმდენად განსხვავებული არის აი ამ კლასიკური ტრადიციული სწავლებისგან. პირდაპირი მეთოდი ნიშნავს ენის იგივე საწყისებზე სწავლას, როგორც ბავშვი სწავლობს საკუთარ ენას, ანუ მშობლიური ენის მსგავს საწყისებზე, გაუაზრებლად, აი mimicking-ით და რეფლექსურ დონეზე დაყვანას უცხო ენის, ფიქრის გარეშე, თარგმანის გარეშე. ვისაც აინტერესებს, შეუძლიათ მოვიდნენ მეთოდი მოქმედებაში ნახონ, ესეც აღნიშნათ, რომ 3 უფასო საცდელი გაკვეთილი გვაქვს, ვიდრე გადაწყვეტენ კურსზე რეგისტრაციას, იმისთვის, რომ რეალურად ნახონ მათთვის არის თუ არა შესაბამისი ასეთი ტიპის სწავლება. რაც შეეხება პირდაპირ მეთოდს, ზოგადად ესეთი ტიპის მეთოდი, პირველი იყო ქალანის მეთოდი, რომელიც შეიქმნა ზუსტად ზრდასრულ ასაკში ენის შესასწავლად, იმიტომ რომ სადაც საბავშვო კურსებზე ვსაუბრობდით, იქ ვსაუბრობდით, რამდენად მარტივი არის ბავშვებისთვის ენის უცხო ენის სწავლა, როდესაც გაუაზრებლად ზედმეტი ძალისხმევის გარეშე სწავლობენ და როდესაც ზრდასრულ ასაკში იწყებს სწავლას, ძალიან ბევრი ფიქრი შემოდის, ხო? იქ ყველაფერი გაინტერესებს, ეს გრამატიკა რატო არის ასე, ეს სიტყვა დაუშვათ სხვადასხვა მეტყველების ნაწილში, ასე რატომ იცვლის ფორმას და ასე შემდეგ. მით უმეტეს ინგლისური ისეთი ენაა, რომელიც სხვადასხვა ენებისგან არის შედგენილი და ხანდახან ლოგიკური არ არის ხოლმე. აქედან გამომდინარე, ზუსტად ამისთვის პირველი იყო რობინ ქალანი, რომელმაც შექმნა 60-იან წლებში ეს ბრიტანული მეთოდი. შემდეგ მოყვა ამას სხვადასხვა direct მეთოდი გაგიგია ალბათ, ფალსიფიცირებული პოლონური ქალანის მეთოდი, ნუ შემდეგ რაღაც სხვადასხვა მიმართულებები წავიდნენ, მაგრამ OG მაინც არის ქალანის მეთოდი, ზუსტად იმისთვის, რომ გაემარტივებინა ზრდასრული ადამიანებისთვის ენის შესწავლა. საგაკვეთილო პროცესი როგორ მიმდინარეობს, ახლა რას გულისხმობს ეს? მასწავლებელი განუწყვეტლივ რეჟიმში სვამს შეკითხვებს, პაუზას არ აკეთებს, საუბრობს სტუდენტთან ერთად, მუდმივად და ფაქტიურად არ აძლევს მას, ანუ სიჩქარეებიც კი გათვლილი არის მეთოდოლოგიურად, რას ისწრაფით უნდა საუბრობდეს მასწავლებელი, რას ისწრაფით მოყავდეს სტუდენტი, რომ იმეორებდეს პასუხს, იმისთვის, რომ ვერ მოასწროს ფიქრი და ზუსტად აი ამ რეფლექსის დონეზე დაუვიდეს, ბევრი გამეორებით, ფიქრის გარეშე დაიწყოს ინგლისურად საუბარი. აი ხანდახან არის ხოლმე, რომ შუაში რატო არ შეიძლება გაკვეთილი შეწყვეტა, კითხვის დასმა, აი ეს ამას ზუსტად მივყავართ იმ კლასიკური მეთოდისკენ, სადაც ბევრი ფიქრი შემოდის და ეს მეთოდი ასე არ არის. საწყის ეტაპზე ხო, ანუ აი რობინ ქალანს დავესესხები ახლა ასე დაგვიტოვა მან, რომ a language should be listened to first, then spoken, then read and then finally written. ანუ ჯერ უნდა ის მოусმინო, შემდეგ ისაუბრო, შემდეგ წაიკითხო და უკვე ბოლოს დაწერო და არა პირიქით, ხო, რაღაც ასოების წერა, ისწავლო ჯერ და შემდეგ კითხვა და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ცოტა რთული იქნება ალბათ ახლა მსმენელისთვის იმის გაგება, რაზე ვსაუბრობ, თუ თვითონ არ ნახა რეალურად, საწყის ეტაპზე ზუსტად ამაზე არის მეთოდი დაფუძნებული, რომ ბევრი მოსმენა გამეორება და უკვე რაღაც გარკვეულ მაღალ დონეზე რომ ადის სტუდენტი, შემდეგ შემოდის უკვე why and why not question-ები, სადაც თავისუფლად, რა თქმა უნდა, შეუძლია ეს ნასწავლი უკვე გამოიყენოს პრაქტიკაში. სრულიად განსხვავდება ყველაფრისგან, უმარტივესი არის, ვიტყოდი, საერთოდ ადრეც ვახსენეთ, რომ გარკვეული ასაკის შემდეგ ცოტა რთული ხდება უცხო ენის შესწავლა და აქ წარმოიდგინე საერთოდ ძალისხმევას არ დებ, უბრალოდ იმეორებ, რასაც მასწავლებელი გეუბნება და შემდეგ უცებ ვისაუბრობ და რა მარტივი ყოფილა. თითქმის არ მოიცავს საშინაო დავალებებს და ყველაფერს აქ მოსული საგაკვეთილო პროცესის სწავლობ. ასე რომ, ვისაც დააინტერესებს, შეუძლია მოვიდეს და დაესწროს სამუფასო საცდელ გაკვეთილს.